რატომ ღირს საქართველოში ძალიან ძვირი პროდუქცია? ამ საკითხთან დაკავშირებით მინდა ორიოდე სიტყვა გითხრათ. პირველი არის ის, რომ უცხოეთიდან საქართველომდე ტრანსპორტირება საქონლის ჯდება ძალიან ძვირი და კოლოსალური თანხები. 1 კილოგრამი საქონლის ჩამოტანა ჯდება დაახლოებით $10 მინიმუმ, პლუს მაგას ნებისმიერ ბიზნესმენს უწევს DGG-ს თანხის გადახდა, გამბაჟების თანხის გადახდა და სწორედ აი ამიტომაც ღებულობთ გაცილებით ძვირ ფასებს. ადგილობრივი წარმოების განვითარება ადგილობრივ ბიზნესმენებს იმიტომ არ აწყობთ, რომ წარმოება უჯდებათ იმაზე ძვირი, რაც დაუჯდებოდათ თუნდაც საზღვარგარეთიდან ტვირთის ჩამოტანა და ასე შემდეგ და დამატებით ამას, რა თქმა უნდა, ზედმეტი თავის ტკივილი არავის არ აწყობს და სწორედ აი ამ საკითხზე უნდა იმუშაოს ხელისუფლებამ, თუ ჩვენ გვინდა რომ ვიყოთ დამოკიდებული უცხო ქვეყნებზე და თუ ჩვენ გვინდა რომ იმპორტზე ვიყოთ დამოკიდებული სხვა ქვეყნებიდან საქონლის, მაშინ ჩვენ უნდა შევამციროთ მაქსიმალურად ტვირთის ჩამოტანის თანხები და პლუს მაგას DGG-ს გადასახადები. სწორედ აი აქა იმალება ის გასაღები, რომელ გასაღებსაც დღეს ხელისუფლება ეძებს. და შესაბამისად ჩვენ თუ ამ საკითხზე ვიმუშავებთ, რა თქმა უნდა, შედეგებსაც დავდებთ შესაბამის. მეორე საკითხი, როდესაც ჩვენ ვთხოვთ ბიზნესმენებს, რომ რაც შეიძლება მეტად დაწიონ ფასები, ეს რა თქმა უნდა არ არის რელევანტური და შესაბამისად ამაზე ჩვენ არ შეგვიძლია რომ სამართლებრივად ვედაოთ ადგილობრივ ბიზნესმენებს. რა თქმა უნდა, ჩვენ უნდა შევუქმნათ სასათბურე პირობები იმისთვის, რომ ბიზნესმენებმა მაქსიმალურად დაწიონ ფასები. ამ და სხვა საკითხებზე შემიძლია გესაუბროთ ძალიან დიდხანს, თუმცა თუ არ დააფოლოვებთ ჩემ გვერდს და არ გამოიწერთ, არ დაალაიქებთ ამ ვიდეოს, რა თქმა უნდა, გაყვებით დინებას ისევე როგორც მიყვებიან მკვდარი თევზები ხოლმე. აი თქვენზეა ნათქვამი ზუსტად ვინც არ ალაიქებთ ხოლმე ჩემს ვიდეოებს და არ იწერთ ჩემ გვერდს წარმატებები. მიყვარხართ ყველა.